ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენები ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ სპორტსმენებს ადგილობრივ ტურნირებსა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცა და ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია გადასცა. ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა სპორტსმენებს, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობაში, საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მიღწეული შედეგების მიხედვით. აფხაზეთიდან დროებით დევნილი სპორტსმენების და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდების მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩვენთვის, აფხაზეთის მთავრობისთვის, მათი მოტივაციის გაზრდა, ხელშეწყობა უმთავრესი პრიორიტეტია, შესაბამისად მომავალში ჩვენ აქტიურად დაუჭერთ მათ მხარს. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვიტალი დარასელიას სტიპენდია მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ ვიშრომოთ უფრო და უფრო მეტი. დიდ მადლობას ვუხდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ამ შესაძლებლობისთვის და მოტივაციისთვის.